le vainqueur, Zuka Cheshmaritashvili! საფრანგეთს არაერთ გზის ქართველი ჩემპიონი ხავს და ის 16 წლის ზუკა ჭეშმარიტაშვილია. ქართველი მებრძოლი საფრანგეთში 13 წელია ცხოვრობს. საბრძოლო ხელოვნებით კი 10 წლის ასაკში დაინტერესდა. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, უცხო მიწაზე ქართველმა უკვე არაერთხელ შეძლო ჩემპიონობის მოპოვება. ზუკა 14 წლის ასაკში გახდა კიკბოქსინგში საფრანგეთის ჩემპიონი. 15 წლის ასაკში მოიპოვა პანკიდოში საფრანგეთის ჩემპიონობა. პირველი ადგილი დაიკავა გრეპლინგის ტურნირზეც. სულ ბოლოს კი საფრანგეთის ჩემპიონობა MMA-შიც იზეიმა. 10 წლის ასაკში დავიწყე კიკბოქსი, დაახლოებით 3 წლის მერე შეჯიბრებიც დავიწყე. გავხდი 4ჯერ რეგიონის ჩემპიონი და ამ რეგიონის ჩემპიონატების მერე გამოვედი საფრანგეთის ჩემპიონატზე. პირველ საფრანგეთის ჩემპიონატზე წავაგე მე-5 ადგილი დავიკავე და მერე ორჯერ მე-3 ადგილი საფრანგეთის ჩემპიონატზე. 14 წლის რომ გავხდი, გამოვედი საფრანგეთის ჩემპიონატზე კიდე სხვა ფედერაციაში კიკბოქსის და მოვიგე პირველი ადგილი და ასევე ამ დროს დავინტერესდი MMA-ით და ერთი თვის მერე დავიწყე. მერე ვივარჯიშე ერთი დაახლოებით 8 თვე, გამოვედი პირველი MMA შეჯიბრზე და დავიკავე მე-3 ადგილი. მერე კვალიფიკაცია მომცეს საფრანგეთის ჩემპიონატზე MMA-ის. ამჯერად გავედი მეორე ადგილზე. მარტში 2025-ში გამოვედი პანკიდოში, რომელიც MMA არის ძირითადად და ჩემი ჩხუბი მოვიგე. რამდენიმე თვის მერე გამოვედი საფრანგეთის ჩემპიონატზე პანკიდოში. პირველი ადგილი დავიკავე. მერე უკვე დაიწყო სერიოზული შეჯიბრები. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა 13 ივნისს მოხდა, როდესაც საფრანგეთის ჩემპიონი გავხდი MMA-ის ფედერაციაში. ეს დიდი მიზანი იყო, როცა MMA დავიწყე. კიდე საფრანგეთის ჩემპიონი ვარ პანკიდოში და 2 ოქროს медаლი მაქვს გრეპლინგის შეჯიბრზე. კიდე საფრანგეთის ჩემპიონი ვარ კიკბოქსში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის ქართველი ჩემპიონი საფრანგეთში 3 წლიდან ცხოვრობს, ოჯახის დახმარებით საქართველოს სიყვარული არ დაუკარგავს. უფრო მეტიც, საქართველოს დროშით ზეიმი მისთვის ყველაზე საამაყო გრძნობა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ფრანგებს ზუკასთან ყველაზე ბევრი კითხვა საქართველოსზე აქვთ, ანუ ქვეყანაზე, რომელსაც არაერთი ჩემპიონი ხავს. ჩემთვის ძალიან პირველ რიგში ძალიან დიდი სიამაყეა. ჩემ ქვეყანას იქ წარმოვადგენ. ჩემთვის რა თქმა უნდა ის ჯერ ერთი სიამაყეა. ქართული დროშით გამოვიდე ხა უცხო ქვეყანაში და ვანახო ყველას რომ ქართველები ყველა ძლიერები ვარ. ბევრი კითხვებს მისვამენ ამაზე და ყველას უნდა რა მოსვლა აქ რომ სავარჯიშოდ ის რადგან ეხა ქართველების მიღწევებს რო უყურებენ აი იციან ეხა მიხვდნენ ყველა რომ საქართველოს ჩემპიონების ქვეყანაა და ყველას უნდა აქ ჩამოსვლა. 16 წლის ქართველი მებრძოლი ახლა დროებით საქართველოში იმყოფება და ვარჯიშს მემეტეს დარბაზში აგრძელებს. ზუკა მისი უნარების გაუმჯობესებას პროფესიონალების გუნდთან ერთად ცდილობს, რადგან შემდეგი მიზანი საქართველოს ჩემპიონობა. ჩემი მიზანი პირველი რიგში არის რომ გამოვიდე საქართველოს ჩემპიონატზე და დავიკავო პირველი ადგილი და მერე ასევე გავიდე მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩემი მთავარი ოცნება რა თქმა უნდა არის რომ მოვხვდე ყველაზე მაღალ დონეზე. შეიძლება 10 წელში ხა UFC აღარ იყოს ყველაზე მაგარი ლიგა, მაგრამ მე მინდა ყველაზე მაღალ დონეზე ვიყო და ვანახო ყველას რომ ყველაზე მაგარი მოჭხუბარე მე ვარ. მე ვიქნები. აი მედია ეს მოხდება. განსაკუთრებულად არავის გულშემატკივრობ, მაგრამ მაინც მიყვარს ილია თოფურია. წარმატებები ვუსურვოთ ზუკას მიზნების ასრულებაში. წარმატებები ასევე მის ძმას 14 წლის ლაზარე ჭეშმარიტაშვილს, რომელიც ასევე წარმატებით ასპარეზობს საფრანგეთში. ბოლოს კი გიტოვებთ ზუკას საუკეთესო მომენტებს და რა თქმა უნდა თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.